მინდა მივმართო პროდასავლელების იმ ნაწილს, რომლებიც არ ფინანსდებიან დასავლეთიდან და ფულის გამო, გრანტების გამო, შემოსავლის გამო არ ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. უბრალოდ ხედავენ რა ამ ხელისუფლების, ქართული ოცნების ზღვარგადასულ ქმედებებს და აპროტესტებენ და იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს აღიქვამენ ძლიერ ძალად, დგანან მათ გვერდით. მინდა სწორედ ასეთ ადამიანებს ვიმართო, რომ ფიქრობ, დროა დაინახოთ, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა უკვე დაფიქსირდა მესამე პოლიტიკური ძალა, კონსერვატორები საქართველოსთვის, რომელიც გამოდის 3 ნომრით და ყავთ თბილისის მერობის კანდიდატი ზურა მახარაძე. თუ თქვენ გულწრფელად გინდათ ამ ხელისუფლების დასრულება, თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ ისეთი პოლიტიკური ძალის ფორმირებას და გაძლიერებას, რომელიც დგას ეროვნულ პატრიოტულ ნიადაგზე, ზნეობრივ პლატფორმაზე და გარდაუულად დაამარცხებს კორუმპირებულ და ქართული მიწის გამყიდველ ქართულ ოცნებას. მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენი მხარდაჭერა გვექნება, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ მომავალშიც ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ასევე მინდა მივმართო ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებს, რომლებიც რაღაც ფინანსური არხებით არ არიან დაკავშირებული ამ ხელისუფლებასთან და მხოლოდ იმიტომ აძლევენ ქართულ ოცნებას ხმას, რომ ხელისუფლებას ყავს 10 წელზე მეტია დაშინებული, რომ არ იქა თუ არ მიეცი ხმა ქართულ ოცნებას, მიშა მოვა და შეგჭამს. ხელოვნურად ყავთ პროდასავლური ძალები შენახული და პერიოდულად სულს უბერავენ და აცოცხლებენ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რათა მათი მეშვეობით დაგაფეთონ და შეგაშინონ. თქვენ ხედავთ, რომ გამოჩნდა, დაფიქსირდა პოლიტიკურ ველზე ეროვნულ ზნეობრივ პლატფორმაზე მყოფი კონსერვატორები საქართველოსთვის, რომლებიც ამ არჩევნებზე გამოდიან 3 ნომრით. თბილისის მერად ზურა მახარაძე. მე იმედი მაქვს თქვენი, რათა თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს, აღარ მიიღებთ მონაწილეობას ნაცურ ქოცურ ბალეტში და დადგებით მესამე ძალის გვერდით, რომელიც გარდაუულად გამოიყვანს ქვეყანას ამ სამარცხვინო ნაცურ ქოცური ბალეტიდან. დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა და გახსოვდეთ. კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. წარმატებები საქართველოს და წარმატებები თქვენ.